კონსტიტუცია და კანონები ზოგადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სასამართლოები იქმნებიან და რეგულირდებიან კანონის საფუძველზე. თუმცა ზოგიერთი სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა ელემენტი ჩრდილს აყენებს მართლმსაჯულების განხორციელების სისტემას. მონიტორინგის შედეგს შემაშფოთებელი უწოდეს ნაციონალურ მოძრაობაში. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კვლევამ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა დაადასტურა. ანგარიში ძალიან სავალალოა. სავალალოა არამხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ის ნათლად ავლენს, როგორ ირღვეოდა 2 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა ადამიანის უფლებები. არამედ სავალალოა იმით, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აღქმას და შთაბეჭდილებას, რაც უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილია. საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. თია წულუკიანი განმარტავს, რომ პრობლემა არა სისტემის, არამედ მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმშია. მინისტრი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო სფეროში არსებული ხარვეზების დადგენისთვის ოდირი სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია. ანგარიშის მიხედვით მოსამართლეებს სჭირდებათ უნარჩვევები, რომლებიც არ აქვთ, სჭირდებათ პროფესიონალიზმის ამაღლება სისხლის სამართლის საქმეებში და აქვე ნათქვამია ის, რომ რეალურად ეს არ ცოდნა თუ ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ მხარეების უფლებები არ არის დაცული სასამართლო დარბაზში და არის მრავალი სხვა პრობლემა. სახალხო დამცველი ანგარიშს მოძველებელს უწოდებს და ამბობს, რომ სასურველი იყო დოკუმენტი დასრულებისთანავე გამოქვეყნებულიყო. უჩანანუაშვილის თქმით, დასახელებულ პრობლემათა ნაწილი უკვე მოგვარებულია. უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები არის სამართლიანი და ჩვენც არაერთხელ უსაუბრეთ ხაზს, რომ ამ მიმართულებით მაღალჩინოსანთა გამონათქვამები არ იყო სწორი. ასევე კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებზე არის საუბარი, რაზეც ასევე ჩვენ მიუთითებდით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ, რაც არის აღნიშნული ანგარიში, არის შეიძლება ითქვას უკვე მოძველებული. ის საკითხები, რაც ანგარიში არის, ნაწილობრივ ისევ აქტუალურია. ამიტომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ ის არის მოწოდება, რომ სახელმწიფომ გაიზიაროს ეს რეკომენდაციები და მართლა ძალიან ბევრია ჯერ კიდევ სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ ძველი პერიოდიც არის ასახული. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს 2013 წელს აგორდებოდა. მათ შორის იყო გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩუ ახალაიას საქმეებიც. თქვენ მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ხარისხის სურსათი, სამოსი თუ სხვა სამომხმარებლო პროდუქტი, თუმცა არა ჰაერი. ამ ჯიხურში ახლა ზუსტად ჰაერის ხარისხის სინჯს იღებენ. დროის მცირე მონაკვეთში ჩატარებული ტესტირების შედეგი ასე გამოიყურება. 20 წუთის შემდეგ ვიღებთ აი ესეთ შედეგს. ეს არის სუფთა ფილტრი და შემდეგ დაბინძურებული ფილტრი. ჯიხურები, სადაც ჰაერის ხარისხი მოწმდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავშია. ტესტირება დღეში მხოლოდ 3-ჯერ ტარდება, რაც სპეციალისტების განმარტებით საერთო სურათის დადგენისთვის არასაკმარისია. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ჯიხურებში არსებული ტექნიკა მოძველებულია. დღესდღეობით სამწუხაროდ არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან სუსტად არის განვითარებული მონიტორინგის სისტემა. ანუ არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და კერძოდ იმ მოთხოვნებს, რაც ჩადებული არის ასოცირების ხელშეკრულებაში. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქმედი ჯიხურების თანამედროვე სადგურების ჩანაცვლება მომავალ წელს დედაქალაქიდან დაიწყება. დედაქალაქს ექნება სრულად ავტომატიზებული ქსელი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად დავიწყებთ რეგიონებში ამ სადგურების ჩანაცვლებას და ქსელის განვითარება, მოდერნიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მოქმედ სადგურებს ჰაერის სრულყოფილად შემოწმების საშუალება არ აქვთ, სპეციალისტების შეფასებით შედეგი საგანგაშოა. 2-ჯერ და 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა ნახშირჟანგის ანალიზის დროს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ნორმაზე ბევრად მეტი მონაცემის დაფიქსირება. გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჰაერის ხარისხის კონტროლის მექანიზმი ეტაპობრივად ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტში გაწერილ ვადებში ჩამოყალიბდება. უწყებაში ასევე დასძენენ, რომ კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ უახლოეს მომავალში ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციების შემდგომ შეიცვლება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დასრულების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ წრეებში შედეგებს ებჭობენ. საზოგადოების ყურადღება ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის რამდენიმე განცხადებამ მიიპყრო. ასოცირების დოკუმენტი არ არის ერთადერთი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ხდება ვიზების ლიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლის შემოსვლამდე ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი დაგვჭა. შტაინმაიერის ვიზიტს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ეხმაურება. მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი კოლეგის განცხადება ვიზა ლიბერალიზაციაზე მისი და მისი თანაგუნდელების დატოვებული მემკვიდრეობის შედეგია. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბრის ბოლოს დავხურეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ დაუტოვეთ ახალ ხელმძღვანელობას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში და მე დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ამას ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს და მაისისთვის, როდესაც გაიმართება რიგის სამიტი, ეს გეგმა იყოს შესრულებული. მაია ფანჯიკიძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. ნუკრი ქანდარიას თქმით, შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციული კურსი ძლიერდება. უახლოეს ხანში ჩვენ უნდა ველოდოთ ალბათ ვიზების ლიბერალიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და ეს იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი სწორედ ამ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გზისკენ, რასაც ჩვენ ვადგივართ. პოზიტიურს და ნაყოფიერს უწოდებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს სოსიცის კარიშვილი. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის დასარწმუნებლად სიტყვის საქმით დამტკიცება მოუწევს. ქმედებებზე იქნება ბევრად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისგან თუ რა სისწრაფით ვიწყებთ რეალიზებას ასოცირების ხელშეკრულების, რამდენად მყარია ჩვენი ხედვა იმ ღირებულებების მიმართ, რასაც გვთავაზობს ჩვენ ზოგადად დასავლეთი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 8-9 დეკემბერს სტუმრობდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი პრემიერს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პირობები ძალიან კმაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ფაქტიურად ანალოგი არ არსებობს ბაზარზე, მსგავსი იაფი პროდუქტი, ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც ვერ გამოყოფს. ივანე იოსელიანს უკვე 5 წელია სოკოს საწარმოო აქვს. 2013 წელს წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და აგროკრედიტი აიღო. ამ დროისთვის კი მისი კომპანია ადგილობრივ ბაზარს სრულად ფარავს. ასევე ახორციელებს ექსპორტს სომხეთში, დუბაისა და კატარში. ის უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამ კუთხით ჩვენ ფაქტიურად ჩავანაცვლეთ იმპორტი პროდუქციის ჩვენს ქვეყანაში, ადგილობრივი პროდუქცია ჩავანაცვლეთ და 2014 წლის იანვრიდან ექსპორტის დავიწყეთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახორციელებს. მისი მიზანი ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის შეტანაა. ოფიციალური მონაცემებით ამ ეტაპზე 9 მილიარდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თითოეული საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებს, რომ იყოს გათვალისწინებული ყველა ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებით არის გათვალისწინებული და არა მხოლოდ. აქ საუბარია როგორც ISO-ზე, ისე გლობალ-გეპზე, HACCP და სხვა მიმართულებებზე, რომელიც საწარმოებმა უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების, განვითარების დიდ შეძლებულებას და იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს ქართული პროდუქცია. აგროკრედიტ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად არ მიიჩნევს ექსპერტების ნაწილი. პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი სოფლის ეკონომიკური განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ეს არ არის ის გზა, რომელიც გადაარჩევს სოფელს და ააღორძინებს სოფლის მეურნეობას. ანუ შექმნის იმ პირობებს, რომ გლეხს იქ შეექმნას პირობები სოციალურ, ეკონომიკური განვითარებისათვის და თავად სოფლის განვითარებისთვისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ასეთი რამე ქვეყანაში არ კეთდება. გლეხს სჭირდება სოფლად ისეთი წარმოებითი ურთიერთობა, როდესაც იგი კოოპერირების სხვადასხვა ფორმით ურთიერთ ინტეგრაციას გააკეთებს გადამუშავებელ საწარმოებთან. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ შეიქმნას წარმოების გადამუშავების და რეალიზაციის თავის შეფუთვით, შენახვით და ასე შემდეგ ერთიანი ციკლი.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებენ. ხუან ეიშანოვეს თქმით, აგროკრედიტი სოფლის მოსახლეობის დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, საქართველოში დასაქმება ერთ-ერთი პრობლემაა, განსაკუთრებით კი სოფლებში. ის ფაქტი, რომ ამ 2 წლის განმავლობაში სამინისტრომ და სააგენტომ ამდენი საწარმო და 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ნამდვილად მისასალმებელია. ევროკავშირი გეხმარებათ და კიდევ გააგრძელებს ამ დარგში თქვენ მხარდაჭერას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი აგროკულტურაა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ახალი კომპონენტების დამატება და უკვე არსებული სრულყოფა მუდმივად ხორციელდება. განთავსების შემდეგ გამიჭირდა სამსახურის ზრდა. რამაზ წითური სასჯელის მოხდის შემდეგ უკვე 7 თვეა ახალი პროფესიით მუშაობს. ხელობის სწავლის შემდეგ ახლა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაშია დასაქმებული. ამბობს, რომ ციხის დატოვების შემდეგ საზოგადოებასთან რეაბილიტაციის პროცესში დანაშაულის პრევენციის ცენტრი დაეხმარა. ტელევიზიით გავიგე ეგ ინფორმაცია. ეს პიუსტის მის შემდეგ ჩავერთე დასაქმების პროგრამაში. შემოსავალი მაქვს საკმაოდ ნორმალური. ოჯახსაც ვეხმარები საკმაოდ კარგად. რავი, ჩემი საარსებო წყარო მაქვს, ესე რომ მოგხდეთ. პროექტის ფარგლებში დასაქმებული ყავს 11 ყოფილი პატიმარი, ძალიან მოტივირებული ადამიანები არიან, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ახალი ცხოვრება და არ უნდათ გაუშვან შანსი, რადგანაც მიეცათ ეს შანსი. რამაზ წითურის გარდა ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული 105 ბენეფიციარია დასაქმებული. მათი დამსაქმებელთან დაკავშირების გადაწყვეტილებას ცენტრი მაშინვე იღებს, რაც ყოფილ მჯავრდებულებთან მუშაობისას გარკვეულ შედეგებს მიაღწევს. ყოფილ პატიმარზე ზრუნვა ნიშნავს დაცულ საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისგან, თუნდაც ის, რომ 100-ზე მეტი ყოფილი პატიმარი, რომელიც მშენებლობაზე, ბენზოგასამართ სადგურზე, სატაქსო მომსახურებაზე და სხვაგან დასაქმდა, მხოლოდ ერთმა ჩაიდინა თავიდან დანაშაული. ჩვენ, როდესაც რეკომენდაციას ვაწვდით პოტენციურ დამსაქმებელთან ბენეფიციარს. ვითვალისწინებთ ორ ძირითად გარემოებებს. ეს არის მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და განმეორებით დანაშაულის, ანუ რეციდივის რისკი. დანაშაულის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ პატიმრებს მათი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციას ციხიდან გამოსვლამდე 3 თვით ადრე აწვდიან. მოსახლეობა კი ინფორმაციას სოციალური რეკლამების საშუალებით იღებს. მიუხედავად ამისა, ყოფილ პატიმართა ნაწილს ცენტრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მე როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი და როგორც აი პროცესთან რომ ჩემი მეგობრების მაგ კონტაქტები მე ამ ცენტრს არ პირველად მესვის თქვენგან. ამ ცენტრს ასაკეთებს წარმოდგენა არ მაქვს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა იმ ადამიანს რომლებიც გამოვიდნენ მასობრივი ამნისტიის საფუძველზე, მაშინ პოლიტპატიმრებზეც არის საუბარი, არავითარი შედეგები არ არის. ცენტრში ამბობენ, რომ ინფორმაციის უფრო აქტიურად გავრცელებას 2015 წლიდან გეგმავენ. ნინო ბისეიშვილი კი იმ პროგრამებზე გვესაუბრა, რომელიც ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხება. უკავშირდებით გამოსულ ბენეფიციარს და მიემაგრება, თქვა თითოეულ ბენეფიციარს სოციალური მუშაკი, რომელიც მას ხვდება და ესე ვთქვათ ეცნობა მის საჭიროებებს პირველ რიგში. არის შემდეგ ხდება ოჯახში ვიზიტი, ოჯახის გაცნობა, ოჯახის წევრების საჭიროებების გამოკვეთა, ერთობლივად ხდება შემდეგ ინდივიდუალური გეგმის შედგენა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამას ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ფარგლებში ახორციელებს. ჩვენ დავიწყეთ პროგრამების სერია რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის კუთხით. ამ შემთხვევაში საუბარია 5 ორგანიზაციაზე, რომელიც ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით მუშაობს, რაც დაახლოებით 2 მილიონ ევრო შეადგენს. ჩვენი გამოცდილებიდან და ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების, ისე მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს შეიქმნა. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ცენტრს 1200-ზე მეტმა ყოფილმა მჯავრდებულმა მიმართა. ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მომსახურებას 800-ზე მეტ ბენეფიციარს უწევენ. თქვენი საოცნებო სამსახური? სამსახურის საოცნებო ბევრია, არა. სადაც მუშაობ, იმითაც მაყოფილი ვარ. რა არის თქვენი საოცნებო? აი მე საოცნებო სამსახური მომცა? ჩემი საოცნებო სამსახური? ოჯახის უფროსი. ჟურნალისტი, თუნდაც
თქვენი პროფესია არ მომწონდა რა ვიცი ყოველთვის. და თქვენი აზრით რა არის ადამიანს თითქოს და დიდ შემოსავალს რომელიც სამსახური მე მგონი არა ბიზნესი ალბათ. სწორად უნდა გადაწყვიტონ ადამიანებმა. მე მაგ გადაწყვეტილი საბუღალტრო. ჩემი აზრით ყველაზე კარგია. აი ახლა პროფესიაზე არა, კაც თუნი უნდა ქონდეს, თავის დავად ფული ნახოს, ბიზნესმენობა უფრო და რამე შეიძლება. ადამიანი თუ ბიზნესმენის აქვს მათემატიკური განგარიშება იგენი, ფულს ნახავს ყოველთვის რა თქმა უნდა. სურვილი თუ გაქვს, საზღვარგარეთ წახვიდეთ სამუშაოდ. არა. თუ საქართველოში არ მექნება ესეთი პირობები, რომ ვერ ვიმუშავებ, კი, ალბათ გერმანიაში. რა ვიცი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია. თავისუფლად ახლა შეგიძლიათ თქვენი აზრით მართლმადიდებლებში არის. ჯერ არა, მაგრამ ალბათ მალე შევძლებთ. და ის გამოგვეძლო? ევროკავშირი. კარგი სამსახური სასურველია მთელს მსოფლიოში. ის იძლევა შანსს, რომ უზრუნველყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახის ცხოვრება. განავითაროთ ჩვენი თავი და ვიცხოვროთ სასურველ დონეზე. შეიძლება ამიტომ არის, რომ ყოველ წელს ათასობით ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, რომ იპოვონ კარგი სამსახური. ეს ფენომენი ეხება ასევე ევროკავშირს, რომელიც აფუძნებს თავისუფალ მიმოსვლას მომუშავეთათვის, როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფასეულობას საზოგადოებაში. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ უფლება ლეგალურად წავიდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროკავშირის იმ ქვეყანაში, რომელშიც სურვილი აქვთ. სამუშაო ბაზრის გახსნა ბევრი პოლონელისთვის და ლატვიელისთვის ნიშნავდა კარგ საშუალებას უკეთესი დასაწყისისთვის. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ უკეთესი განათლება, სტაჟირება საზღვარგარეთ, უკეთესი სამსახურის მიღება და მაღალი ხელფასის ქონა. ყველაზე პოპულარული დარგები დასაქმების მხრივ ევროკავშირში არის ჯანდაცვა, კომპიუტერული პროგრამები, ინდუსტრია, კონსტრუქცია, განათლება დაწყებით სკოლებში და საბავშვო ბაღებში. ამჟამად ევროკავშირში დაახლოებით 2 მილიონი ვაკანსიაა, მაგრამ შანსი სამუშაო ბაზარზე ძირითადად დამოკიდებულია განათლებაზე და გამოცდილებაზე. ასევე ევროკავშირი ბევრს მუშაობს, რომ შეამციროს უმუშევრობის დონე. 1997 წელს ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს შემდეგი კრიტერიუმები: დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, სოციალური მეწარმეობის წახალისება, მეწარმეობის სარეგულაციო პროცესების მხარდაჭერა, ასევე დასაქმებულთათვის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის გაძლიერება. ევროკავშირი ასევე გვაცნობს მდგრადი განვითარების პოლიტიკას, ააქტიურებს თანაბარი ტენდენციის მქონე ღარიბ რეგიონებს. მდგრადი განვითარება დამყარებულია სოციუმის მაქსიმალურ განვითარებაზე, რომელიც განაპირობებს ცივილიზაციის განვითარებას.